ვაგრძელებთ ჩვენს ვიდეო კურსს. უბრალოდ ეს ვიდეო კურსი ძალიან გრძელი გამოვიდა, ამიტომაც მომიწია ვიდეოს ნაწილ-ნაწილ დაჩეხვა და უბრალოდ ახლა რა გვინდა რომ გავაკეთოთ. თავისთავად ეს ჩვენი ორი ქართეინი ვოლი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ერთმანეთთან არ არის კარგად მიდგმული, ეგ ჩანს რომ კუთხეში რაღაც ერთმანეთს კარგად არ ვერებნება, ამიტომაც როგორღაც უნდა დავაკავშიროთ ეს ორი კონსტრუქცია ერთმანეთთან. ამისათვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ რამოდენიმე ხერხი, მაგრამ ერთ-ერთი ხერხი ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში არის, რომ ქართეინი ვოლი აი ეს გვერდითი მოაჯირი ცოტათი გავწეულთ, ანუ იმისათვის რომ იმ ოპერაცია მიმოქმედოს, რომელიც ჩვენ გვინდა აუცილებლად ეს ორი კონსტრუქცია ერთმანეთს უნდა კვეთავდეს. ამიტომ გავთიშე ფრეიმები და პანელები და ჩავრთე ჩემი და ჩემი როგორც იკითხება და შესაბამისად ეს კედელი გამოვწია, ანუ ეს მოაჯირი გამოვწია მთლიანად აი ამ წერტილით გავაგანიერ, ანუ დავაგრძელე უბრალოდ. გადაკვეთა მივიღე ის რაც მე მინდოდა და შესაბამისად ვიწყებ ამ ორი ობიექტით ერთმანეთზე მოქმედებას. ავიღე სპლიტი ქართეინი ვოლების, ანუ შეკიდული კონსტრუქციების, ვეუბნები რომ ამაზე უნდა იმოქმედოს მეორე ქართეინმა და უნდა დამჭირდეს მონიშმაში აი ეს ნაწილი. და დილით всё, წავშალე. ანალოგიურად მოვიქცევ რასკვლელი მეორე მხარესაც და მეორე მხარესაც ანალოგიურად მოვჭრი იგივე ოპერაციით. წავით. ავიღეთ ქართეინი ვოლში, ვნახულობთ, ხო. აქ რა გვინდა? ცენტრზე დავსვათ, იმისთვის რომ პირდაპირზე დაждდეს ეს თავიდან ვერ დავსვით კარგად. შეიძლება ეს გავასწოროთ და მერე უკვე მივხედოთ მეორე მხარეს. მეორე მხარის ოპერაცია რასაკვირველია ანალოგიურია, ამიტომაც იმის ყურებით თავს არ შეგაწყენთ და იმის ახსნით. ერთ-ერთი აქ რაც გავაკეთე, აი ეს ჩარჩოები აღარ არის ესეც სტანდარტული და კუთხოვანია. ამას ცოტა ხანში გაჩვენებთ როგორ გავაკეთე. უბრალოდ ახლა ცოტათი დავადაბლოთ. ეს ზომები ვერაფრით ვერ დავაყენე, ტურნაზე რაც მე მინდოდა საბოლოო ჯამში მივიღე. ეს ზომა დაჭდა ყველაფერი კარგად. შემოვატრიალ და შევხედოთ მეორე მხარეს, ანუ ამ მეორე მხარესაც ანალოგიური ოპერაციით მოვჭერი და აქაც თავისთავად ყველაფერი კარგად წეს. ხო, აი ეს განყოფილება საიდანაც ჩარჩო გადავიყვანე ესეთ ფორმაში. ანუ corner frame-ში გადავიყვანე, ამ corner frame-ში შემიძლია გადაყვანა აქათასნაირი რაღაც სხვა ოპერაციების ჩატარება შეიძლება. ისევე როგორც ჩვენ მომავალში ახლა უბრალოდ ამ ვიდეო კურსში ვნახოთ, თუ როგორ შევქნილ და შევინახოთ ახალი პანელები, ორიგინალური ფორმის ქართეინი ვოლის პანელები, ასევე შემიძლია შევქნა ამ ქართეინი ვოლის ფრეიმები, უკაცრავად უცხო სიტყვების აღარ უხსნისთვის, მაგრამ ლაპარაკობ იმ ტერმინებით, რაც არის არქიკადში. და მე მინდა რომ შევქნა ახალი პანელი ქართეინი ვოლისთვის. მაგრამ სანამ ამ ქართეინი ვოლისთვის პანელს შევქნით, მანამდე დავდოთ კუთხოვანები, რომელზეც დაეყრდნობა ჩვენ შემდგომში გავაკეთებთ აქ პარკეტს, ანუ უბრალოდ ფიცარნაკს და ეს ფიცარნაკი რაღაცაზე რომ დაიდოს. შეიძლებოდა ესეც ცოტა ქართეინი ვოლში სხვანაირი კონსტრუქციებით მემოქმედა და იმითი გამაკეთებინა, თუმცა შეიძლება ესეც უბრალოდ მინდოდა რომ მეჩვენებინა ასევე ორიგინალური რაღაცა ხერხების გამოყენება სხვადასხვა, ეს იქნება ქართეინი ვოლი, ეს იქნება შელი თუ ეს იქნება ობიექტები თუ სხვა ორიგინალური ფორმის ბიმები. აი ეს ბიმები წინასწარ მქონდა შექმნილი, ისევე როგორც შევქმენი მრგვალი ფორმა, ასევე შევქმენი ეს ბიმების ფორმა, ესეთი კუთხოვანი, უბრალოდ ფორმა კუთხოვანა იყო, ის ზომები არ იყო, რომელიც მემაწყობდა და შესაბამისად სპეციალურად შეიქმნა ეს და უყურებთ რომ ეს კუთხოვანა ნორმალურად დაჭდა და თვისად უკვე პარკეტი ფიცარნაკი აქვს სადღაცა რაზეც უნდა დაეყრდნოს აქ, თორე ესე ჰაერში ჩამოეკიდებოდა და იყანყალებდა ისედაც მე ნახევრიანი დაშორება გვაქვს იქ დამჭერებს შორის და არ იქნებოდა მყარი. ახლა რა გვინდა? ახლა უნდა შევქნათ პანელები, ეს ორიგინალური პანელები, რადგან მქონდა ლაპარაკი. ოღონდ წინასწარ უნდა გავზომო, ან შევცვალო ამის ზომები, ანუ სასურველია, რომ ჩემი შექმნილი
პანელი ზომა ემთხოვდეს ამ ჩემი curtain wall-ის დანაყოფების ზომას. ამიტომაც ავრჩევ რაღაცა, ხო, ეს ნახეთ უკვე. ავრჩევ რაღაცა სხვა ზომას, შეიძლება დამეტოვებინა არასაკურველი იგივე მეტრიანიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ავიღოთ 1.5 მეტრი, ისევ და ისევ რაღაცების გადაკეთება დავათვალოთ. ეს შედარებით ელემენტარულია ჩვენთვის უკვე და ვიცით რომ სიგანი არის 1500, სიმაღლე არის დაახლოებით 1050, ზუსტი ზომის დაჭერა აქ არ არის, პლუს მინუს 5 სანტიმეტრით, რომ ცოტა დეფორმაცია განიცადოს ჩვენმა პანელმა აქ ქვეყანა ამით არ დაიქცევა და დავიწყეთ. ეს ლომი წინასწარ მაქვს შექმნილი. ამის ნახვა თუ გინდათ როგორ შევქმნი ესე როგორ დაიხატა ეს, თუ დაიხაზა რაც გინდათ ის დავარქვათ არქიკადში, აი ამის ჩვენებაც მინდა რომ ესეც შესაძლებელია. უბრალოდ ეხლა ამ ვიდეო კურსში ისედაც გრძელი ვიდეო კურსი გამოვიდა და აღარ მინდა ამით დატვირთვა, ეს ცალკე მეტნაკლებად განხილული მაქვს. ისევ გავზომოთ აქ 1050-ია თუ 1000 რაღაცა არის, 1050 ავიღოთ ჩვენ. და დავიწყეთ. იმისთვის რომ შევქმნა პანელი, ამისათვის ამჯერად გამოვიყენებ ბიმებს. ყველაფრისგან შეიძლება შეიქმნას პანელი, ასაკურველი ისევე როგორც ობიექტი, ანალოგიურია პანელის შექმნაც. ავიღე 2 სანტიმეტრის სისქის ბიმები, თავისთავად დავხაზავ 4 კუთხედით და ავიღებ იმ ზომებს, რაც თქვით, 1500, 1050-ზე. ჩარჩო გვაქვს. უბრალოდ აქ დამავიწყდა ნიშნულის მითითება და შეუცვალოთ ნიშნული, დავსვით 0-ზე. თავისთავად ნებისმიერი ობიექტი იქნება, ეს ობიექტის შექმნა იქნება, პანელის შექმნა იქნება, თუ სხვა რამე იქნება. სასურველია რომ რაღაც შემდეგი გართულებები არ მოყვეს ამას იჯდეს 0-ზე, მე არ მოგვიწევს გასწორება. გაავლე ვერტიკალური, ჰორიზონტალური, ვერტიკალური ღერძი, ხაზავ რაღაც გარკვეულ არც თუ ისეთი ორიგინალურს, მაგრამ განსხვავებულ ფორმას, ვიდრე არის curtain wall-ში. ავიღოთ წრეწირით ხაზვა ბიმის, თავისთავად ესეც კარგი ხერხია, დავსვათ აქ, უბრალოდ აქ ცოტათი ცენტრიდან ამიცდა ეხლა მე ეს შუარგოლი და მე გავასწორებ არავშავს. მოვჭრათ მაგრატლით, ვიცით რომ კონტროლზე დაჭერით შეგვიძლია გამოვიძახოთ მაგრატელი ან ზემოთ ინსტრუმენტების ზოლში და ახლა როცა დავხაზავ slabs, გამოჩნდება რომ ეს წრეწირი მთლად ცენტრში ვერ ჩავსვი. შეცდომებისგან არავინ არ არის დასხეული. კარგით, ეს ბადე საკმაოდ ხელსგვიშლი და ამიტომაც მოვიცილეთ და დავსვათ ახლა slab-ი. slab-იც ავიღეთ თხელი. დავსვით თავისთავად დაახლოებით იგივე ნიშნულზე, ან შეგვიძლია ცოტათი დაბლა დავწიოთ, რომ ამ ბიმების შუაში მოხვდეს. airspace-ი არ გვინდა, აქ ავიღოთ ალბათ ჯობია glass შუშა, თავისთავად შუშა გვინდა, მაგრამ მოით ავიღოთ მთლად გამჭვირვალე შუშა არ გვინდა, ესეთი შუშა glass satin. Okay. და შესატყვისად ჯადოსნური ჯოხით ვეცადე რომ დამჯდარი იყო, მაგრამ ჯადოსნური ჯოხი ბიმებთან მაინც და მაინც კარგად არ მუშაობს, ამიტომაც მომიწევს ხელით დახაზვა. დავხაზე ეს ერთი ვარიანტი, ბარემ ავიღებ მომრგვალებით ხაზვას და ჩავსვი თავის ჩარჩოში. შემდეგ ამას გავამრავლებ, რომ 4-ვე მხარეს უბრალოდ სარკით გადავიტან და მე ისე მეორე სარკით გადავიტან, უბრალოდ ახლა ამითი არ შეგაწყენთ თავს და როცა გადავიტან, ისევ ჩავთავ ვიდეოს. გადატანა გვჭირდება სარკით და არა გამრავლებით. გავახსოვე როგორ დავსვი თავის ადგილას, სარკით გადავიტანე ერთ მხარეს, მაგრამ განვაგრძო ფლექციას, სარკეთ ორივეს მონიშნით გადავიტანე, ავიღეთ ცენტრის ხაზი, რაც მინდა რომ სარკე
გავაკეთო, შესაბამისად კონტროლი იმისთვის რომ კოპირება გააკეთოს, shift იმისთვის რომ 180 გრადუსი დამიჭიროს და მივიღეთ ეს ფიგურა. ფიგურა, რომელიც უნდა შევინახოთ როგორც curtain wall-ის პანელი, მაგრამ სანამ შევინახავ როგორც curtain wall-ის პანელს, იქ შუაშიც მინდა რომ შუშა ჩავსვა. ამისათვის დამჭირდება წრიული ხაზვა, გადავალ ისევ გეგმაში და აქ დავხაზავ რასაკვირველია ისევ შუშის შუა ფორმას, ავიღე კუთხოვანი ხაზვა, თავისთავად ავიღე ერთ-ერთი წერტილი სულ ერთი ზემოთა წერტილს ავიღებ თუ აი კუთხის წერტილს ავიღებ, აი აქ უნდა ჩავსვა შუშა, ავიღე ცენტრი გამომიტანა არქიკადმა და დავატრიალე შუშა ისე რომ მთლიანად შეიკრას და აი ახლა უკვე მზად არის ჩემი ფიგურა. მოვნიშნოთ უთხრათ რომ გვაჩვენოს მხოლოდ მონიშნული სამდეში, გადავიდეთ აქსონომეტრიულ ხედვაში, დავაჭერეთ აი ამ ღილაკს რომ გამოგვიძახოს ფანჯარა, რომელთაც ვეტყვით რომ ზემოდან დავხედოთ და 270 გრადუსით იყოს, ან 270 ან 90 გააჩნია როგორ გვინდა, მთავარია რომ 90 გრადუსი ჭერადი იყოს აქ. ოკეი. და უკვე შევინახოთ როგორც პანელი. შენახვის პრინციპი ზუსტად იგივეა როგორც ობიექტების შენახვის პრინციპი. ანუ შევედი აქ save selection S და მივადექი curtain wall panels. Stop. დავტოვოთ ჰორიზონტალური ხედვით, გავაგრძელეთ, დავაჭერეთ ამ ღილაკს და გამოვა ფანჯარა, რომელიც შემეკითხება თავისთავად რა სახელი დავარქვა. რაც სახელს დავარქვათ ამას პანელი 2 პირობითად და save. გვეუბნება არქიკად რომ ამას ეს გამოჩნდება იმ კონსტრუქციებში, სადაც შესაძლებლობა აქვს არქიკადს რომ ეს გამოიყენოს. ჩვენ რასაკვირველია ამითი ზუსტად ეს გვინდოდა და გადავევით ისევ სამდეში, მოვნიშნოთ ახლა ჩვენი წინა მოაჯირი curtain wall. აქ ისევ და ისევ მასალები შემიძლია რაღაცა სხვადასხვა ამეღო თავისთავად არჩევანი მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ გავიარო მეტნაკლებად ყველაფერი ისე რომ მსგავსი მოქმედებების შესრულებას იმედია თქვენთაც შეძლებთ. აქ უბრალოდ ნახულობ მე რომელი პანელი მაქვს მე აქ გამოყენებული, ეს არ მქონია თურმე, ანუ მეორე პანელში უნდა შევიდე და იქ უნდა შევცვალო ჩემი მასალა. ანუ აი აქ მოვალ ჩავთავ ახლა იმასაც ჩვენ გვჭირდება ნახოთ, ანუ ეს არის ახლა გადაკეთდა. უბრალოდ ისევ და ისევ გადამოწმება ვიზუალით. როდესაც რაღაც კითხვის ნიშნები ჩნდება. შემოვედი აი ამ განყოფილებაში customs დავაჭირეთ და line არ მინდა ჯერჯერობით და დავსვი 2 ანები. ანუ ის curtain wall-ის ის პანელი, რომელიც მე ამ წუთას შევქმნი. ანალოგიურად რასაკვირველია თქვენცაც არ უნდა იყოს ეს მე მგონი რთული. ამის შემდეგ მე უნდა გავზომო აი ამ პანელის ზომები უნდა ავიღო, რომელიც წინასწარ მაქვს შექმნილი და ისევ და ისევ შეგიძლიათ ამისთვის მეტნაკლებად განხილული მაქვს როგორ დაიხატა ეს ArchiCAD-ში უშუალოდ და არა სხვა პროგრამაში, ანუ მე არ გადავსულ არც ერთ სხვა პროგრამაში იმისთვის რომ ეს კონსტრუქციები გამაკეთებინა და განვიხილოთ როგორ დავსვათ ახლა ეს ლომი თავის ადგილას. ისევე ხო, ანუ შესატყვის ზომები ავიღე, თუ ზომები დაახლოებით მაინც არ დაემთხოვა ჩემი ფორმას, ანუ ჩემი პანელის ზომებს, მაშინ დამახინჯდება ეს პანელი, ამიტომაც მეტნაკლების სიზუსტით უნდა ავიღოთ იგივე ზომები. აიდით, რადგანაც პირველი ნაწილი აქ ყველას ერთნაირად გადაკეთება არ მინდა, პირველი მინდა რომ იყოს ის ორიანები, ანუ ეხლა რაც გავაკეთეთ, წამოვიდეთ, აქედან ჯობია, რასაკვირველია, იმიტომ რომ აქედან შემიძლია ნახო კარგად, ანუ რას ვიძახებ, line არ მინდა ორიანები ამ პანელში წინ ცოტათი რასაკვირველია მიიბრიცა, იქიდან გამომდინარე რომ იქ რანაირი ჩარჩოც ჰქონდა და აი აქ უკვე ავიღე ეს line. თუნდაც ეს line უკვე დამიჯდა აქ ლომი. ანუ იქითკენ მინდოდა რომ გაეხედა.
ამიტომაც ახლა ნახოთ აქედან გამოსავალი როგორია. აქედან გამოსავალი შემდეგნაირია, რომ შემიძლია ეს გადავასარკო, ანუ ჩემი შექმნილი ლომი, შემიძლია დატრიალება ვცადო თვითონ ქართეინში, მაგრამ ქართეინის სარკისებურ ტრიალთან ცოტა მწყალთ არის, ამიტომაც თავი უკუღმა დატრიალდება. ამიტომაც ყველაზე კარგი ხერხი ამ შემთხვევაში რო არ ვიწოლო, ეს არის რომ ეს ობიექტი მე შემენახა როგორც ობიექტი, ანუ ეს ჩემი გაკეთებული ნახაზი შემენახა როგორც ობიექტი და მე გამოვიძახებ ახლა ობიექტს და შეტრიალებულად შევინახავ ისე როგორც ქართეინ ვოლის პანელს. ამიტომაც უბრალოდ ეს ფილა ხელს მისლის დროებით გვერდზე გავწევ და მე ისევ დავაბრუნებ თავის ადგილას. გამოვიძახე ჩემი ობიექტი შესაბამისად და ახლა უკვე ამას შევინახავ მეორე ვარიანტად ლომის. ლომის პანელი. თავისთავად იგივე ოპერაცია ტარდება, რაც აი ახლა ამ წუთას დახაზულ პანელთან დაკავშირებით, აქ ვერტიკალურად დავხედე 270 გრადუსი. ავიღე ხედვა, რომ სწორად დაждდეს. უბრალოდ აქაც არის პატარა ნიუანსები, რომლებიც უნდა დამეცვა ამ შემთხვევაში. კარგიც არის, რომ გამოვრჩა ეს მხედველობიდან, იმიტომ რომ ნახავთ როგორ გამოვასწოროთ უკვე ეს შეცდომა და უკან არ წავიდეთ ამის გულისთვის. ისევ ჰორიზონტალურ ხედვაში დავტოვე და დავარქვი ამას ლომი 2. აბსოლუტურად იგივე მოქმედებებია, რაც წინა პანელის შექმნასთან დაკავშირებით იყო, ამიტომაც თავს აღარ შეგაწყენ ზედმეტ ლაპარაკით. edit-ში შევედი, რომ კონკრეტულად ეს ერთი პანელი შევცვალო, ჩამოვშალე და line 2 მაქვს აქ, გამოვიძახე ეს line 2 და აი ეს შეცდომა რაც დავუშვი. ანუ არ მქონდა პანელი დადებული 0-ზე და შესაბამისად ესეც გაიქცა სადღაცა სხვაგან, მაგრამ რასაკვირველია შემიძლია კორექტირება შევიტანო ამაში, ისევ და ისევ, რომ არ დავიწყო ამის თავიდან შექმნა. აქ პანელებში მე მაქვს offset-ი, უბრალოდ აქ ავიღებ ზომას, რა ზომით უნდა შევწიო შიგნით და შესაბამისად panel offset-ში მივცემ მინუსით ამ ზომას, რომ დაждდეს ეს ლომი თავის ჩარჩოში ჩაждდეს და არ გამოვიდეს გალეიდან. ეს ლომი უცბად არის ახატული, მაინც და მაინც დიდი დრო არ დამეხარჯია, ამიტომაც შეიძლებოდა რასაკვირველია უკეთესადაც. უბრალოდ ისევ და ისევ იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა ArchiCAD-ში და არანაირი სხვა პროგრამა, თავისთავად ფოტო არ იყო ArchiCAD-ში გაკეთებული, ფოტოს რაღაცა გადმოვიტანე და იქიდან შევქმნი ეს ლომის სახე. ოკეი. აქაც ზომები დავსვი იგივე ზომები და ანალოგიურ ოპერაციებს ვატარებ აქეთა გვერდზეც, აქეთა მოაჯერზეც.